სოფელ თესალოში ყვებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე გამგებლის მოადრილები მათ ემუქრებიან. თესალო გარდაბნის მუნიციპალიტეტში შედის. ადგილობრივების თქმით, მანუჩარ ჯოხაძე და არაზ მამედოვი მათ აფრთხილებდნენ, რომ თუ ისინი არჩევნებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემდნენ ხმას, ყველა მათგანს დაიჭერდნენ. ერთ-ერთი თესალოელის დასან კუსამოვის თქმით, უბანზე მისულ ამომრჩევლებს აფრთხილებდნენ, რომ ხმის მისაცემ კაბინეტში კამერები იყავნენ და თუ ისინი 5 ნომერს არ შემოხაზავდნენ, პრობლემები შეექმნებოდათ. გარდაბნის მცხოვრებლები და სასულიერო პირები დღეს კოალიცია ქართული ოცნების ოფისში მამუკ არეშიძე შეხვდნენ და ყველაფერი უამბეს. Нас тоже заставили, чтобы мы люди нас верить. ბევრი დარღვევა იყო, ჩვენ დაგვაძალეს, რომ ხმა 5 ნომრისთვის მიგვეცა, შეგვაშინეს. ჩემი ძმა პირობით საჯელს იხდის, გამგებელმა თვითონ მითხრა, რომ თუ ხმას ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემდი, ჩემ ძმას ციხეში დააბრუნებდნენ. რა უნდა მექნა? ხალხი შევკრიბე და ყველამ 5 ნომერი შემოვხაზეთ. ახლა ისევ აშინებენ მოსახლეობას, ეუბნებიან, რომ ესენი მტრები არიან, მანქანებს წაგართმევენო, სახლიდან ვერ გამოხვალთო. ჩვენ სოფელში 80%-მა მაგათ მისცა ხმა, ეშინოდათ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ. მიწები წაგვართვეს, ხალხი ყველაფრის გარეშე დატოვეს. იმასაც გვეუბნებოდნენ კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად ნუ დადიხართო, მათი რა საქმეა მე ვისთან გავივლი. მინდა ხალხს მიმართო და ვუთხრა ნუ ღარ შეეშინდებათ. არჩევნებს ატარებდნენ პოლიციის, სოდის, კუდის და სოფლის გამგეობების და რაიონის გამგეობების ხელშეწყობით. იყო სერიოზული დაშინება, მოყავდათ ხალხი მარშრუტკებით. პატრულის მანქანა იდგა პირდაპირ საუბნო საარჩევნო კომისიის შესასვლელთან და იღებდა, აფიქსირებდა, ესე იგი, ქონათ ესე დალაგებული სიტუაცია, რომ დილას უნდა მოსულიყო ამათი ამორჩეველი. და მერე საღამოს, ვინც მოვიდოდა, უკვე იყო ჩვენი ამორჩეველი. ამიტომ კამერით იდგნენ, ხალხი იყო დაშინებული, აღარ მოდიოდა მერე. პრაქტიკულად ტოტალურად გააყობეს ზუსტად მათ ადგილობრივმა გამგეობამ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ტოტალურად გააყალბეს არჩევნები გარდაბნის რაიონში და მიუხედავად აი ამ ფაქტიური მასალებისა, CSKO-ს რეაგირება მაინც არ უნდა.